მოგესალმებით CJS-დან. დღეს ჩამოვედით, კვირა დღეა აღდგომა არის ჩვენთან რა ბარსელონაში და ევროპაში და ესეც ულამაზეს ქალაქში მოვედით, გამოვიქეცით ბარსელონას საგიჟეთს. ხოდა წამოდი ხა ერთად დავათვალიეროთ. ულამაზესი თეთრი ქალაქია. პატარა 9 საათის გზაზე არის ბარსელონადან. ბარსელონაში თუ მოხვდებით, ჩემი რჩევა იქნება რომ არ დაიზაროთ, სულ რაღაც 35 წუთის გზაზე არის. შეგიძლიათ ძლიათ მეტროთი და შემდეგ მატარებლით მიხვიდეთ ამ ადგილზე. სრული ერთი დღე თავისუფლად გეყოფათ. მე ვფიქრობდი აქ ერთი დღე დარჩენას და მეორე დღეს ისევ ბარსელონაში დაბრუნებას, თუმცა ერთი დღეც დარჩენის გარეშე საკმარისია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბარსელონისგან განსხვავებით, აქ სასტუმროები ბევრად იაფია და ვისაც გინდათ თქვათ სანაპიროზე დასვენება, საღამოს გასვლაც და კარგი დროის გატარებაც, მე მგონი კარგი იქნება, რომ ერთი დღით აქაც დარჩეთ და დაჯავშნოთ სასტუმრო. რაც შეეხება ტრანსპორტს, მატარებლები გვიანობამდე დადიან, ასე რომ მაგაზე არ ინერვიულოთ, დილით წადით, საღამოს დაბრუნდებით. ამოვედით სანაპიროზე. აქ ჩემს უკანა ეს კოშკი რემონტშია, მაგრამ ნახეთ ხედი. ამინდი არის იდეალური. ცხელა. იცოდით, რომ CJS-ის სანაპიროები აღიარებულია პლანეტის ყველაზე ბედნიერ სანაპიროებად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქალაქია, CJS-ს აქვს 17 სხვადასხვა პლაჟი, როგორც ოჯახური, ასევე ნუდისტური, LGBTQ და უბრალოდ სანაპიროები, რაც ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს ევროპაში, რადგან არის ტერიტორიულად ძალიან პატარა ქალაქი, მაგრამ აქვს ულამაზესი თეთრი ქვიშის სანაპიროები. CJS-ი იყო უბრალო მეთევზეების სოფელი, სანამ 19 საუკუნეში არ აღმოაჩინეს არტისტებმა და გადაიქცა ბოჰემური კულტურის ცენტრად. ქალაქში თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით პატარ-პატარა გალერეებს, სტრიტ არტებს და პატარ-პატარა ბუტიკებს, სადაც ადგილობრივები თავიანთ პროდუქციას წარადგენენ. წამოდით, ახლა მე-5 ავენიუზე უნდა წაგიყვანოთ. დიახ, ამ ქუჩას მე-5 ავენიუ ქვია. თუ ბრაზილიაში ვერ ახერხებ კარნავალზე წასვლას, მაშინ შეგიძლიათ ჩამოხვიდე CJS-ში, აქ ეწყობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მხიარული კარნავალი. მოკლედ რომ შევაჯამო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ერთდღიანი მოგზაურობით, ნამდვილად ღირდა აქ ჩამოსვლა და დროის გატარება, ფრიად ვისიამოვნე, ასე რომ თქვენც გირჩევთ, არ დაიზაროთ, ვინც მოხვდებით ბარსელონაში და გექნებათ იმის დრო, რომ ერთი დღე გამოყოთ ამ პატარა და ლამაზი ქალაქისთვის, აუცილებლად ესტუმრეთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.